ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ქვეყნების თავისუფლების ინდექსის ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუარესდა და შედეგი 58-დან 55 ქულამდე ჩამოქვეითდა. ამის მიზეზად Freedom House ერთი მხრივ საპარლამენტო არჩევნების დროს არსებულ ძალადობრივ გარემოსა და იმ სერიოზულ დარღვევებზე მიუთითებს, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, ხოლო მეორე მხრივ ორგანიზაციის ფოკუსშია მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს საპოლიციო ძალების მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება. ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს შესახებ განმარტებით დოკუმენტში ხაზს უსვამს ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე მძიმე რეპრესიებს, რომელიც ორგანიზაციის თქმითვე მას შემდეგ გამწვავდა, რაც მთავრობის ანტიდემოკრატიული კურსის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლა დაიწყეს. მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმების მოთხოვნით. Freedom House-ის დოკუმენტში შავით თეთრზე წერია ისიც, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების ძალადობრივი ქმედებების მიუხედავად მაინც გრძელდება. საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის პარალელურად Freedom House-ი სომხეთის გაუმჯობესებულ დემოკრატიულ გარემოზეც საუბრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ხელისუფლებამ დემოკრატიზაციის გაღრმავებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით საზოგადოების მზარდ მოთხოვნას შესაბამისი რეაგირებით უპასუხა, რაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებითა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებით გამოიხატა. თუმცა ჯერჯერობით სასიკეთო ტენდენცია ქულაში არ ასახულა. გასული წლის მსგავსად სომხეთი Freedom House-ის რეიტინგში 54 ქულით პოზიციონირებს და საქართველოს მსგავსად ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს. ანალოგიურად არ შეცვლილა ჩვენი სხვა მეზობელი სახელმწიფოების მაჩვენებელიც. თურქეთი კვლავ 33, რუსეთი 12, ხოლო აზერბაიჯანი 7 ქულით პოზიციონირებენ, რითაც სამივე მათგანი არათავისუფალი ქვეყნის კატეგორიაში ხვდება. რეგიონს რომ გავცდეთ, Freedom House-ის უახლესი ანგარიში ფართო სურათში აჩვენებს, რომ თავისუფლების მაჩვენებელი გლობალურად უკვე ზედიზედ მე-19 წელია მცირდება. ირკვევა, რომ ადამიანის პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობა გასულ წელს 60 ქვეყანაში გაუარესდა. მიზეზებს შორის ორგანიზაცია განსაკუთრებულად გამოყოფს მედიის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 34 ქვეყანასა და ტერიტორიაზე დამოუკიდებელ მედიას სამოქმედო სივრცე პრაქტიკულად აღარ გააჩნია. შედარებისთვის 2005 წელს მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ქვეყნების რაოდენობა მხოლოდ 13 იყო. Freedom House-ი გასული წლის რეალობის გაანალიზებისას მედიაზე თავდასხმის ფორმებსაც გამოყოფს. ორგანიზაციის მტკიცებით ცენზურა, ჟურნალისტების დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა, ფიზიკური ან სამართლებრივი შევიწროვება და ძალადობა 12-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე დაფიქსირდა. რაც შეეხება კონკრეტულ სახელმწიფოებს, დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლა და თავისუფლების ინდექსის ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი Freedom House-ის თანახმად მიმდინარე ძალადობრივი კონფლიქტის ფონზე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქსირდება. ანალოგიურად მძიმე ვითარებაა ტიბეტში, სამხრეთ სუდანში, თურქმენეთში, ღაზის სექტორში, ასევე ჩრდილოეთ კორეაში. რაც შეეხება მთელ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყანას, ეს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ფინეთია. ერთადერთი ქვეყანა უმაღლესი 100 ქულიანი მაჩვენებლით. სახელმწიფო სრულად პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რასაც აბსოლუტური დემოკრატია და თავისუფლების უმაღლესი ინდექსი მოითხოვს, მათ შორის გამართული, თანაბარ უფლებიანი და მრავალპარტიული პოლიტიკური სპექტრი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, კორუფციის ყველაზე დაბალი დონე და ცხადია ადამიანის უფლებების პრიორიტეტიზაცია. ფინეთს მხოლოდ ერთი პუნქტით ჩამოუვარდებიან და 99 ქულიანი მაჩვენებლით მსოფლიოს ასევე ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად პოზიციონირებენ ახალი ზელანდია, ნორვეგია და შვედეთი.